What is a woman? It's a person who believes they're a woman. No, but that's not a definition. What objectively is a woman? Just anyone who believes they're a woman. No, without using the word woman. It's just a person who believes they're a woman. I mean, what's wrong with that? The inability to answer the most fundamental, obvious biological question, what is a woman? This is not troubling. Like, it's so simple, it's so obvious. Last chance. Can you tell me what a woman is? Are you a woman? Why are you so hateful? I asked you what a woman was. That's not hateful. I gave you the definition. მეგობრებო, ამ ვიდეოში არის ტვინის გამორეცხვის ზენიტარული მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დემონსტრაცია, აი დაბნეულობის უკიდურესი ფორმის. ანუ ჩარლი ეკითხება ადამიანს, ქალი რა არისო? და ის პასუხობს, ქალი არის პიროვნება, რომელსაც ჯერა რომ ქალია. ეგ არის ეგრეთ წოდებული წრიული დეფინიციის ფალასი, როდესაც შენი განმარტებით არანაირ შინაარს არ ამატებ თვითონ მაგ სიტყვას. აი მაგალითად მე რომ მკითხო რა არის მაგიდა და მე რომ გიპასუხო მაგიდა არის ის რაც მაგიდას გავს. ან რა არის ვაშლი და ვაშლი არის ის რასაც ვაშლის გემო აქვს. ანუ არაფერს არ გეუბნები, ტავტოლოგია, ხო? და მეც ვიდეო რომ დავდე, სადაც ვამბობ რომ ორიგენდერია და რომ გამომიხტნენ ეგ ტვინ გამორეცხილი დაბნეული საზოგადოება რომ ნეო შენ არ გეკადრება ესეთი არაკომპეტენტურობა ძალიან ბევრი გენდერია და რაღაცები. იქაც მაგათმაც ქალის დეფინიცია ეგეთი გააკეთეს რომ ქალი არის ის ვინც თავს აიდენტიფიცირებს ქალადო. და ფალასია ეგ მეგობრებო, რა დაიდენტიფიცირებს თავს, ანუ თვითონ ეგ რაღაც, რადაც თავს აიდენტიფიცირებს პიროვნება, თვითონ ეგ რაღაც რა არის, მაგაზეა მთელი კითხვა. და ამას რომ ვერ მიხვდე, რომ რაღაცა პრობლემაა მაგ განმარტებაში და ფალასია, უკიდურესი თავის დაბრმავებაა ამისთვის საჭირო. და მე როდესაც ვიდეოში ეს გოგო მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა მის განმარტებას და ჩარლიც ახედან მოთმინებით ელოდებოდა კიდე და კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, რომ იქნებ ეხლა მაინც გაეცა პასუხი თუ რა არის ქალი. ამ გოგომ გააძრო მერე victim card-ი და ეუბნება why you so hateful? რატომ ხარ ასეთი სიძულვილით სავსეო? და მეც ხო ვიცი როგორი ძნელია, როდესაც ადამიანს რაღაც ელემენტარულს უხსნი, მაგრამ არ უნდა გაგება. რამდენჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ რაღაც სიმართლეს უხსნი, მაგრამ არ იგებენ. და ჩარლის უწევდა ასეთ ადამიანებთან საუბარი ყოველ დღე, ანუ ყოველ დღე ასეთ ტვინ გამორეცხილებთან და დაბნეულ საზოგადოებასთან უწევდა დიალოგი. უფალმა იესო ქრისტემ აცხონოს მისი სული.